დილით უბრალოდ მუცლის ტკივილით გაიღვიძა. გამაყუჩებელი მიიღო და ეგონა რომ გაუღვიდა, მაგრამ ტკივილი არ გაქრა. იმ ღამეს იყო სასწრაფო, საავადმყოფო, პანკრეატიტი, ჟანგბადის უკმარისობა. როდესაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაჰყავდათ, გული გაუჩერდა. ახლა სიცოცხლესა და სიბნელე შორის არის გაჭედილი. თვალებს ახელს, მაგრამ ვერ ხედავს. ესმის, მაგრამ ვერ პასუხობს. ეს შალვა პეტროსიანია, 38 წლის. უბრალო მშრომელი ადამიანი, რომელიც ყოველთვის იბრძოდა, არასდროს ზუზუნებდა. ოჯახის შექმნაზე ოცნებობდა. დღეს მისი სიცოცხლე ვიწრო ძაბზე კიდია. მას რეაბილიტაცია სჭირდება. გონზე მოსვლის, მეტყველებისა და მოძრაობის შანსი. მან ერთხელ უკვე დაამარცხა სიკვდილი და ამის გაკეთება ისევ შეუძლია თუ დავეხმარებით. ზოგჯერ ერთი კეთილი ქმედება ბედის წერაზე ძლიერია. დაეხმარეთ შალვას და უბრუნდეს სიცოცხლეს.